ჩემი აზრით უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ რა. იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილი არის ამ მომენტისთვის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტის მეთაური, ის არის ერთადერთი პრეზიდენტი და ნამდვილი პრეზიდენტი საქართველოსი და მე მგონია რომ უსაინტერესოესი ფურცელი იწერება საქართველოს ისტორიაში რა და ამ ყველაფერს სათავეში უდგას ჩვენი პირველი ქალი პრეზიდენტი. ამ მხრივ არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი სალომე ზურაბიშვილის როლი და ის თუ როგორ უძღვება ამ პროცესს, როგორ დაუხვდა ამ უსამართლო მდგომარეობას ის არის პრაქტიკულად დაუცველი, თუმცა ხო აი ბოლომდე ვერ უყალიბდები არის თუ არა დაუცველი, იმიტომ რომ გუშინ აი აქ ძეგლის ილიას დაკაკის ძეგლის ქვევით სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე რო იდგა მე აი სადღაც მოშორებით ვიდექი გრძნობდი ხო ანუ მეც ამ ხალხის ნაწილი ვიყავი და მთელ აი ამ განცდას გრძნობდი ჩემ ძარღვებში და ჩემ განცდებში და ემოციებში და ეს იყო არ ამაღელვებელი მომენტი იყო იმიტომ რომ ასეთი ერთსულოვანი ასეთი შეკრული და ასე ერთ მუშტად მდგარი ქართველი ხალხი და ქალი პრეზიდენტის გარშემო ტაშის მკვრელი და თან ხო აი ძალიან დიდი საშიშროებაა ხოლმე, როდესაც დიდი მასა იკრიბება ხალხისა, რომ ეს მასა არ გადაიქცეს ბრბოდ და ჩვენ იმ დონეზე გავიზარდეთ ქართული საზოგადოება, რომ ჩვენ ვახერხებთ ინდივიდებად დარჩენას, მაგრამ ვართ ერთი მთლიანი ძალა, ერთი დიდი ერთობა ვართ რა და ამ ყველაფერს ვიტყოდი ლიდერობს. ჩვენ ხო ამბობთ ხოლმე რომ ლიდერები არ ყავს, მაგრამ თუ სადმე შეგვიძლია ვინმე ლიდერად მოვიაზროთ, დღეს არის ერთადერთი ესეთი ადამიანი და ის არის სალომე ზურაბიშვილი. ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვით, თქვენ აქ არიდგნენ ადამიანები, რომლებიც ბრბოდ არიან გადაქცეული, ყველას აქვს საკუთარი პოზიცია, საკუთარი შეხედულებები და ღიად არ ერიდებიან ამის დაფიქსირებას. არადა ჩვენ ქართული ოცნების აქციებზე ვხედავთ ხალხს, რომლებიც სახეს მალავენ, ვერ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და რადიკალურად განსხვავებული ხალხი დგას ქუჩაში უკვე 26 დღეა. ამ ყველაფრის ფონზე რა მოლოდინები გაქვთ და რისი იმედი გაქვთ? ცირა იმედიც არ ვიცი, იმედი შეიძლება უწოდო თუ არა მას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რეალურად. იმედი გაქვს რაღაცის რაშიც არ ხარ დარწმუნებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება, ჩვენი გამარჯვებით, იმიტომ რომ გამორიცხულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა და პრინციპში ყველა საქართველოს მოქალაქე, როდესაც დგას ფეხზე და ცდილობს, რომ დაიცვას თავისი მომავალი, რომელიც ეკუთვნის და თან მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ გააზრებული აქვს თუ რა არის მისი მომავალი, რა არის ის ფასეულობა, რაზეც უნდა ააშენოს სახელმწიფო, რაზეც უნდა იდგას მისი სახელმწიფო. აი ამას წინ ვერ აღუდგება ვერანაირი, ვერც რუსეთი, ვერც ჩინეთი და ვერავინ რა ამ შემთხვევაში რა. იმიტომ რომ ეს არის თვითმყოფადი იმპულსი რა, ჩაუქრობელია. გიორგი, ქართული ოცნებისთვის სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება ითქვას, რომ წამზომი ჩართო. 29-მდე მისცა დრო მართლ პარტიად წოდებულ ქართულ ოცნებას, რომ ბიძინა ივანიშვილი მეოცნებები მივიდნენ კონსულტაციებზე, რომ არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს. თქვენი აზრით, ხელისუფლებად წოდებული ქართული ოცნება გაბედაოს სალომე ზურაბიშვილთან მისვლას, საუბარს ხალხთან, ოპოზიციასთან, როგორც ამაზე სალომე ზურაბიშვილს? გაუბედავი ხალხია მე თუ მკითხავ, მათ რომ გაბედვა შეძლებოდათ და მათ რომ ამის სიმამაცე ქონოდათ, ისინი პირველ რიგში აი აქამდე არ მიიყვანდნენ პროცესს, სადამდეც ვართ მისულები. ამიტომ მე უფრო იმისკენ ვიხრები, რომ შეიძლება ეს ვერც შედგეს, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტი არის ჩვენი ნება, გადამწყვეტი არის უკვე ეს თარიღი და მე ვერ ხედავ ვერანაირი გზას გარდა არჩევნებისა. თან სალომე ზურაბიშვილი თამაშობს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც განაპირობებს ასევე ამ პროცესის მშვიდობიანობას რა. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ერთი მხრივ ხედავთ ამ უტიფრობას, რომელსაც ადგილი აქვს დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ჩვენ აქ დგავართ რამდენიმე ასეული ათასი და ამბობენ რომ ჩვენ ვართ 800. ერთი მხრივ კი ეს იმასაც ნიშნავს, რომ ვაკუუმის შექმნეს, ნაჭუჭში ჩაიქცეს
იკეტნენ, იზოლირებულები არიან ისინი ხალხისგან და ეს საშიში მდგომარეობა. რეალობას აჯერებენ საკუთარ მხარდამჭერებს აჯერებენ თუ თავიანთ თავს აჯერებენ, ეს მე ბოლომდე ვერ გავიაზრე, იმიტომ რომ მათი მხარდამჭერები იმედს რომ უყურებენ ძალიან მარტივია იმედიდან, სულ რამდენიმე კომბინაცია, რამდენიმე თითის დაჭერა, შეიძლება ერთი თითის დაჭერა გჭირდება პულზე, გადმორთავ და რეალობას ხედავ. სოციალური ქსელები არის. დღეს ეს სიმართლე აღარ იფარება. როდესაც ადამიანი ცდილობს ამ ეპოქაში ტექნოლოგიების განვითარების ამ ეტაპზე უმარტივესი სიმართლე აი ესე მიჩქმალოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის აგონიაში და ამ აგონიაში ყოფნა კიდევ სახიფათოც არის ჩვენთვის, იმიტომ რომ მათ აქვთ ძალაუფლება, მათ ექვემდებარებიან ეგრეთ წოდებული ძალოვანი სტრუქტურები და ამ მომენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ყველაფრის და მიუხედავად და ამ სიმშვიდის შენარჩუნების გარანტორი დღეს არის სალომე ზურაბიშვილი. ბოლო კითხვასაც დაგისვამთ, ქართული ოცნება ცდილობს რომ საზოგადოება დაარწმუნოს, რომ 20 იანვრის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება, 20 იანვრამდე უნდა გაძლოს მმართველმა პარტიამაც, რადგან 20-ში მოხდება ტრამპის ინაუგურაცია, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ტრამპის ადმინისტრაციიდან საგარეო სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება გავრცელდა, რაზეც ეკაც ესაუბრებოდა დარწმუნებული ვარ მაყურებელს, სადაც საუბარი იყო, რომ რუსეთის მარიონეტად არის მოხსენიებული ივანიშვილი. რა ადასტურებს, რა დასტურდება ამ განცხადებებით, რეალურად ილუზიას ქმნის ქართული ოცნება 20 იანვრით თუ როგორ ხედავთ თქვენ ამ პროცესებს? ილუზიას ქმნის, მაგრამ მან იცის რეალობა, ირაკლი კობახიძე მიცის რეალობა რა არის, ბიძინა ივანიშვილმაც იცის რა არის რეალობა. ეს ერთადერთ რამეს ემსახურება ჩვენც ვიცით რეალობა. რეალობა არის ის, რომ ტრამპი არავითარ შემთხვევაში აი ამ მარიონეტებს არ დაუჭერს მხარს, მით უმეტეს აგერ დავინახეთ, რომ მისმა გუნდის წევრმა უკვე ღიად განაცხადა ეს, ხო, აი ეხლა ეთერში შემოსვლამდე ვკითხულობდი ამ განცხადებას. ეს ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ ის რამდენიმე ათასი და ალბათ არ იქნება 3000-ზე მეტი ადამიანი, ვისზეც ძალმომრეობით დგას მათი რეჟიმი, მათი ერთიანობა არ დაერღვას, ის იგივე мотиваცია ჰქონდა, როდესაც მედლების დარიგების ანონსი გააკეთა, ხო, ვითომ მე მგონი 29-ში უნდა, ხო, 29-ში უნდა დაარიგოს ეს მედლები. ესეც როგორც კი ინაუგურაცია მოხდება ღირსების ორდენებით. ანუ ღირსების ორდენებით შემკობილი, სინამდვილეში უღირსობის ორდენია, ხო, ყველამ ვიცით ეს. უღირსობის ორდენით შემკობილები ეს რამდენიმე ათასი გაწოფებული ადამიანი, ადამიანობა დაკარგული ადამიანი, ანატომიური მოცემულობა ადამიანსაც არ უწოდებდი. რაღაცით უნდა დააჯეროს, იმიტომ რომ მათ აზროვნების რაღაცა მცირე დიაპაზონი მაინც გააჩნიათ და ეს არის რა, რომ აი 20-ში დაველოდოთ ტრამპს და აი ტრამპი ნახე როგორ განცხადებას გაგვიკეთებს. რა ეს არის დიდი ტყუილი, ამის არავის არ სჯერა რა. ამის შეიძლება სჯერათ მხოლოდ მათ, ვისაც უნდა რომ სჯეროდეს. მაგრამ რეალობა არის რეალობა.